გენერალ აბაშიძის 15 ნომერში მცხოვრებლები ქალაქის მერიის მიერ პრეტენზიებს გამოთქვამენ. მათ თვეების განმავლობაში მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია აწუხებთ. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემა ნაწილობრივ უახლოეს მომავალში მოგვარდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები კი მესამე ფაზის დასრულების შემდეგ მოწესრიგდება. მსვლად ჩვენს რეპორტაჟში. გენერალ აბაშიძის 15 ნომერში მცხოვრებლები ქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ მისამართზე თვეების განმავლობაში მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, საერთოდ გაუქმებულია ბორდიური. მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ინტენსიური მოძრაობა აქ მაცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ისინი ამბობენ, რომ ეზოს ჭიშკრის გაღება შეიძლება მანქანასთან შეჯახებით დასრულდეს. გააკეთეს ნახევარი გზა, მაგრამ დანარჩენი სკოლაში რომ მიდიან ბავშვები კი კარახია, პრასტავლიდან. ახალი თავრობა იმედი გვაქვს, რომ ივანიშვილი ამას გაითვალისწინებს და გააკეთებს ამ გზას. 2 წელია რაც გამოვიყვანეს წყალი, მაგრამ წყალი არ იყო ჯერე. პროსტა გააკეთეს იმის მერე ამ დღეში ვართ. ვერავინ ვერ დადის. მიმართეთ ვინმეს მერიას. არ. მერიას არა, ვადაკანალს. გავაკეთებთ, მარტო დახურეს აი ეს, სადაც გათხარეს. და დანარჩენი არასფერი არ გააკეთეს. გენერალ აბაშიძის ქუჩაზე კანალიზაციის პრობლემის მოგვარების შემდეგ გზის საფარი დღემდე დაზიანებულია. ტერიტორია გაწვიმებისას იტბორება და ნალექი საცხოვრებელ სახლებში შედის. მოსახლეობას მერიისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. სევლე ამოწყდა მაი 2 კვირაში. მანქანები ძალიან ჩქარად მოძრაობენ აქანე და ბავშვებიც დადიან იქ ძალიან ხშირად და მეშინია გაშვება მარტო. ანუ ზდე უკან წევიყვან სკოლაში. ანუ რომ ბორდიური გაკეთეს. ბორდიურის გაკეთეს და ლიჟაში პატრული რომ ქვია, ასე ბუგაროკების. იგიც რომ გაკეთეს აქ ამ უბანში. ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე ბორდიურების მოწესრიგებას მას შემდეგ ფიქრობს, როცა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოები დაიწყება. რაც შეეხება ავტომანქანების მოძრაობას, ქალაქის მერი ამბობს, რომ მოსახლეობამ პატრულსაც უნდა მიმართოს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ვიდეო თვალები და სიჩქარის მაკონტროლებლები დამონტაჟდება, საჭიროების შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან. აგეგმილია ნოემბრისიდან დაიწყოს კანალიზაციის და სანაერო სისტემების მოწესრიგება, უნდა ითქვას, ამ უბანში ფაქტურად წყლის თანამედროვე მიწოდება გაკეთდა, მოწესრიგდა. მოსახლეობას აქვს პრეტენზია და სამართლიანი პრეტენზიაა, რომ დავუშვათ მათ დასახლებულ უბანში არა ქუჩა სათანადოდ მოწესრიგებული, ან არა აქვთ გამოყოფილი ტროტუარები იმისათვის, რომ ქვეითად მოსიარულეებმა ისარგებლონ. და ეს საკითხი უბრალოდ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ მოწესრიგდება, რადგანაც ეს იქნება დამატებითი ხარჯები, რომელიც 1 წლის შემდეგ კვლავ გადაითხრება ქუჩა. ასფალტის საფარი კი, რომელიც წყლის გაყვანილობის შემდეგ გაფუჭდა, დაახლოებით 10 დღეში გაკეთდება, მას ბათუმის წყალი მოაწესრიგებს. ის ნაწილი, რომელიც წყლის გაჟონვის შედეგად დაზიანდა, ეხლა ბათუმის წყალი ახდენს ძველი წყლის მიწოდებიდან მოსახლეობის მაქსიმალურ ჩაჭრას და ახალ სისტემაზე გადაართვას. ამის შემდგომ დაახლოებით 1 კვირა 10 დღის ფარგლებში მოხდება დაზიანებული ქუჩის პერიმეტრის აღდგენაც უკვე კომპანია ბათუმის წყლის მიერ. რაც შეეხება საავტომობილო გზაზე დამაბრკოლებლებს, მისი დამონტაჟება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით არის განპირობებული, ამბობს ქალაქის მერი.